Salami bolas, მე ვარ ალექსანდრე მეგრიშვილი, დიდი ხანია ვიდეო არ გამიგია და გავაკეთე გუშინ ერთი ვიდეო, ვილაპარაკე, მუსიკა დავაგებონა, არც მუსიკა მომეწონა არც ვიდეო. არც ამ ვიდეოს ვერ ვიღებ კაი ხარისხით, არც ესეთი მიკროფონი მაქვს, არც ესეთი კომპიუტერი მაქვს. ვეცდები რაც შეიძლება ნორმალურად გავაკეთო, აი მცირე რესურსით. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ გაკვეთილს რაზე. ერთ ახლობელმა მთხოვა რა კონკრეტულად. და საიტებზე, რუსულ საიტებზე არის დაბლოკილი. ანუ ეს შედია რა, ბევრი საიტები არის დაბლოკილი, ჩვენი პროვაიდერი ბლოკავს. აი მაგალითად ეს საიტი კინოგრაფიის საიტია. სადაც არაფერი ჰაკერული ფილმები და მაგის გამო ბლოკავს რა. აი ხლა აქ გვაფრთხილებს რომ возможно, злоумышленники пытаются похитить вашу информацию с веб-сайта. Როგორც არის პაროლები, ოფუქები და ასე შემდეგ. ანუ ცდილობენ ამ საიტიდან თქვენი დავალების ინფორმაციას. ეს რაც შეეხება გუგლს. მე დაბრუნდება და მეორე ჯოლაკი აქვს კიდევ დამატებითი ნასტროიგები. სადაც ესე იგი გადავიდეთ მაინც ამ საიტზეო და გვაქვს რომ ნებეზაპასნა არავიო უსაფრთხო საიტია, მოკლედ არ გადაგვიბრუნოთ, ჩვენ მაინც გადავიდეთ. აქ უკვე ჩვენი პროვაიდერი გვაქვს რომ ვებ-გვერდზე წრომა მასზე განთავსებული არალეგალური კონტენტის გამო კანონები შესაძლოა შეუძლია. ის ვართ ხასლა. და რა ვქნათ ეხლა კინოებში ყველაფერში ფულს გვახტევინებენ. ეხლა ნაღდა და არა გვაქვს ჩვენ ეგეთი ზონე და ცხოვრება, რომ ფილმების ყურებაშიც ფული ვიხადოთ ეს რა. ამიტომაც ეხლა მე გასავლით როგორ უნდა ავუაროთ ამას ბევრი. ესე იგი, პირველ რიგში უნდა შევცვალოთ ჩვენი პროვაიდერის DNS. ეხლა DNS-ი რა არის? მაგაზე ეხლა ლაპარაკი რომ დავიწყო, ხო? კაი ხანი მოუნდები ყვედობას და ამიტომ ეგ თქვენ არ გჭირდებათ, მე გასწავლეთ სად უნდა შეხვიდეთ და რა უნდა შევცვალოთ. არის მექანიკურად რუჩნოი რეჟიმი და არის პროგრამები. ყველაზე ადვილი პროგრამებით არის ჩაინიგებისთვის და ეხლა არ არიან გამოცდილი ხალხი და არ აინტერესებს. აი ეს პროგრამაა, მოკლედ, ვუხებთ ამ პროგრამას. აგერ შემოგარდება ეს პროგრამაა. ხანდახან ანტივირუსი აჩვახებს ხოლმე ამაზე მითიში დაკავებულ ვირუსი არის თუ არ გააჩვახა და იქოთ რა პრობლემა. აი ელვის ნიშანი რომ არის. აი ამაზე დაკლიკავთ. აი ეს არის რაც კი არსებობს DNS-ები თავის ბაზაში. აქ ცნობილი Google-ის DNS-ებიც არის, აი ვიანები და ოთხიანები და ერთიანები. ეხლა ეს რასაკეთებს ეს პროგრამა? ეს პროგრამა ტესტავს რომელი უფრო სწრაფად მუშაობს. და რომლისგან უფრო ნაკლები დრო იხარჯება პასუხის, ანუ ინგი გადის და ანუ აქედან გადის და იქიდან პასუხი რამდენ დროში მიდის და მოდის, რაც რომელიც ყველაზე სწრაფია, იმას მოძებნის. ეს ინტერნეტსაც დააჩქარებს და უფრო ჩქარა შეხვდეთ, ჩქარა გამოყვალ საიტებზე. აბა დავიდეთ აი start test DNS ვერია დავადებით. აი როგორც ხედავთ აი ქვევით ციფრები Google და ვერია და ხედავთ წვანეთ გავადგებ. ანუ ტესტავს რა, ზოგზე ერორი ამოდის მაგალითად, ზოგზე და ანუ მოკლედ მოძებნი და იქვევით, ესე იგი ერთიანები, ვარდა ეზოტერი ერთიანები, ეგრეთ ეს ერთიანები ვირატესობა აქვს. ყველანი სწრაფია, ეს შეცვალოთ მე. მოკლედ ველოდებით სანამ ბოლომდე დაპირდავს ამ DNS-ს. შევიდრო არ მოუნდება დაახლოებით 1-2 წუთი რა. თუ გააჩნია ახლა ეს ინტერნეტის ჩქარები შეგაგდა ამომელი პროვაიდერი. აი აღმოჩნდა რომ ერთიანები არის, ანუ ეს არის cloud, ანუ ყველაზე სწრაფი, ანუ 3 მილიწამი, 12 სეკუნდს, ანუ 3 მილიწამი, ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა ეს. აი ეს არის გამოყენება. ეხლა რაშია საქმე? უყურე, აი ეხლა დავაჭირო გამოყენებას, ამას ჩაგვიწეს პირდაპირ იქ, სადაც საჭიროა, ანუ შესვლა არ დაგვჭირდება. ჩვენ ხელი ჩაწერა აღარ დაგვჭირდება. ეხლა მე შევალ, აი
интернете და ქსელი, интернет და управление сетями общим доступом. Აი აქ ესე იგი თუ კაბელითაა და პერსონალური კომპიუტერია, აქ ჯეკი ეხატება და იქ დაკლიკეთ, თუ Wi-Fi-ით ახარ და ლეპტოპით ახარ, მოკლედ აი რაღაც არტელერია იქ დაკლიკა ოჯი. გამოხდება ესეთი პატარა პანჯარა, სადაც უნდა შევიდეთ აი თვისებებში, სვოისტვალ ვარდერია. დაკლიკავთ აქ, გამოიწას კიდევ ორი პანჯარა, აი დაპატებით. და აი აქ უნდა მოდევნა ციფრი IP ვერსია 4 პროტოკოლი. ამაზეც მონიშნავ და ორჯერ სწრაფად დაკლიკავს. აი ამოა ესეთი ცარილა პანჯარა. აი DNS ეხლა ჩაგვიდეს აი აქ ხოითა პანჯარაში. ეხლა უყურეთ აი აგენაცვალე, აი აგენაცვალე. შეხედეთ აი აქ ყველაფერი ასევია. აი ხო მივაწვევი გამოყენება. ხო. ჩაწერა. ეხლა რო შევიდეთ თავიდან. ყველაფერი ასევია თავიდან შევიდეთ უყურეთ. როგორც ხედავთ, ერთიანები ჩაგვიწერა ისტორიული წესში არის და DNS. ხო. ეს მეუბნებოდ გაჩვენე სადაც ეს რა. ეხლა რომ შევიდეთ იმ საიტზე, რომელიც ეხლა აბლოკიდი მაქვს, ეხლა განახლება არის. მოგრეცილი საიტი აბნავიჩეთოს განუახლო საიტზე შევარჩევთ. ამ საიტზე რომელიც წეგან არ მიშვება და უყურებ კინოფილმებს. ეს რა შეეხება პროგრამას. თქვა თუ პროგრამა არ გინდა და გონიათ რომ ალეკო ვირუსებს მიგზავნით, აიღეთ და ხელით ჩაწერეთ. კიდე გეუბნებით ეს კონტროლ პანელი, სისტემა, ქსელები და ოფისი доступი, აი აქ. სვოისტვა და მეოთხე პროტოკოლი TCP/IP. აი აქ ჩვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ მაგალითად სხვა DNS-ს, ემას მონიშნოთ თქვით, აი არაფერი არ შეგიძლიათ ჩაწეროთ ვიანები მაგალითად Google DNS-ები, აი ვა. მე პრაბელით გადადიხარ შემდეგზე რა პრაბელი დაარწმუნდი 8 კიდე პრაბელი 8 კიდე პრაბელი 8 შენი მაუსით დაკლიკავ ქვემოთ და აქაც ესე იქ ჩაძე მას 8-ს მე 0 და მე ისე 8 მაგალითად ისე 8 შეინახავ ამას აგენაცვალე და უკვე გიქნება Google DNS-ები და პრობლემაა შევაცვლო მაგას DNS-ები და აქედან შევიშვი. ასე რომ რა ვიცი თუ მეზამეში გამოგაგებთ და დაგეხმაროთ მე ვიყავ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გაგეოდეთ. ხო, ამ პროგრამის ავტორის თავდა ლინკს დავდებ ვიდეოს ქვემოთ აღწერაში. ნახვამდის